გამარჯობა ჩემო მეგობრებო. დღეს მე მინდა განვიხილოთ ორსულ ქალებთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი. წინა ვიდეოში ვისაუბრეთ, რომ მამას, ოჯახს, სახელმწიფოს უდიდესი როლი ენიჭება, რათა მივიღოთ ჯანმრთელი შთამომავლობა, მაგრამ ეს ყველაფერი არაფერია ორსულ დედასთან შედარებით. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კვლევის ობიექტი იყო მხოლოდ ორსული დედა, რადგან მას ხედავდნენ, უსმენდნენ, ეხებოდნენ, მკურნალობდნენ, ხოლო ნაყოფის განვითარება იდუმალებით იყო მოცული. მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან ინტენსიურად დაიწყო ნაყოფის კვლევა, დაინერგა ბევრი ახალი მეთოდი, დაიწყო ბრძოლა გენეტიკურ დაავადებებთან, ხოლო ეხოსკოპიის დანერგვის შემდეგ მუცლად მყოფი ნაყოფი გახდა ისეთივე სრულფასოვანი პაციენტი, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი. დღეს იცით, რომ მუცლად მყოფ ნაყოფებზე ოპერაციებიც კი კეთდება. ბუნებამ ისე მოაწყო, რომ კვერცხუჯრედი განაყოფიერდება თუ არა, ეს ერთადერთი უჯრედი იწყებს ჰორმონების გამოყოფას. ჰორმონების გამოყოფა მიმდინარეობს მთელი ორსულობის განმავლობაში. მათი სახეები ორსულთა პერიოდების მიხედვით იცვლება. ბევრი მათგანი ძალიან კარგად არის შესწავლილი. ბევრი მათგანის აღმოჩენა და შესწავლა კი წინ გველოდება. ეს ჰორმონები ემსახურება ორსული ქალის ორგანიზმის, ყველა მისი სისტემის, ყველა მისი ორგანოს მომზადებას, რათა ეს ერთადერთი უჯრედი ამ ორგანიზმმა გაზარდოს უამრავი უჯრედების მქონე ადამიანად, რომელიც დაბადების შემდეგ სიცოცხლის უნარიანია და დამოუკიდებლად არსებობს, განაგრძობს არსებობას. ადამიანები გონიერი არსებები ვართ, დედა გაიგებს თუ არა, რომ ფეხმძიმედ არის, მთელი მისი ყურადღება გადაერთვება ხოლმე ამ პროცესზე. და ის მთელი არსებით არის უკვე ჩართული საკუთარი შვილის სიცოცხლის უზრუნველყოფის საკითხში. დედების მიმართ არსებობს უამრავი რეკომენდაციები. დედამ ზედმიწევნით უნდა შეასრულოს ექიმის მითითებები, მისი ვიზიტებისთან, გამოკვლევებთან თუ სხვა რეკომენდაციებთან დაკავშირებით. დედას დღე-ღამის განმავლობაში უნდა ეძინოს 7-8 საათის განმავლობაში დღის დასვენებების ჩათვლით. დედას უნდა შეუქმნათ ოჯახში და სამსახურში შესანიშნავი პირობები. დედამ უაღრესად დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს საკუთარ კვებას. მისი კვება უნდა იყოს მრავალფეროვანი, ბალანსირებული და არ დაუშვას წონის მატება დასაშვებ ნორმებზე ზევით. ერთ საინტერესო ფაქტზე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო. ტოქსიკოზით დაავადებულ ქალთა კვლევების დროს აღმოჩნდა, რომ ნაყოფი ბუნებამ დააჯილდოვა თავდაცვის უზარმაზარი უნარით. ჩანასახი გამოყოფს ჰორმონებს, რომელიც დედის ორგანიზმში იწვევენ ტოქსიკოზს. ეს ტოქსიკოზი დედას იცავს საკვების ზედმეტი რაოდენობის მიღებისგან, შესაბამისად ზედმეტი წონისგან და ნაყოფს იცავს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რისკისგან, რასაც დედის ზედმეტი წონა წარმოადგენს. ორსულის ემოციები
ორსულობის პერიოდში იცვლება ისეთივე შესამჩნევად, როგორც მისი ფორმები. ორსულს ხშირად აქვს შიში და შფოთვა, როგორც საკუთარი ჯანმრთელობის, ასევე მისი შვილის ჯანმრთელობის თაობაზე. მისი შეცვლილი ფორმები მას არ აძლევს საშუალებას ისე თავისუფლად შეასრულოს შეეული სამუშაო, როგორც ადრე ასრულებდა, მიიღოს მოძრაობებისგან ის სიამოვნება, როგორც ადრე იღებდა და ის იწვევს მისი გუნებ განწყობის დაქვეითებას. ექიმმა მეუღლე უნდა გააფრთხილოს ამის თაობაზე, რაცა ის დაეხმაროს ფეხმძიმე ქალს ამ მდგომარეობის დაძლევაში. მე კი გეტყვით ფსიქოლოგების ზოგიერთი რეკომენდაციის საკითხებზე ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით. შიშის, ფოთვის ემოცია ეს არის ყველაზე დაბალი ვიბრაციების და დაბალი ენერგეტიკის მქონე ემოციები. შესაბამისად, ამ მდგომარეობაში მყოფი ქალბატონის ენერგეტიკა დაბალია მისი შვილის ენერგეტიკა, რაც როგორც დედაზე, ასევე შვილზე უარყოფითად მოქმედებს. შიშისა და შფოთვის ემოციების დროს ქალის ორგანიზმში გამოიყოფა სტრესული ჰორმონები. ეს სტრესული ჰორმონები ნებისმიერ ადამიანში იწვევენ სისხლების შევიწროებას, კუნთების სპაზმს, რაც თავის მხრივ იწვევს მიაქციათ ყურადღებას ორგანოების სისხლის მომარაგების დაქვეითებას. სისხლის მომარაგების დაქვეითება იწვევს ორგანოების მუშაობის გაუარესებას, ეს უკანასკნელი იწვევს მათ დაავადებებს. ეხლა რა ემართება პაწაწკინდელა ნაყოფს, რომელთანაც დედის ორგანიზმში წარმოშობილი ემოციები, ჰორმონები მაშინვე მიიტანება ხოლმე. თუ ეს სტრესული ჰორმონები ესე დამანგრევლად მუშაობენ მოზრდილ ადამიანის ორგანიზმში, წარმოიდგინეთ, როგორი გავლენა ექნება მათ ნაყოფის ორგანიზმზე. ისინი ნაყოფს სასიცოცხლო არტერიას უკეტავენ. ამიტომ დედებს ურჩევენ მედიტირებდნენ, უსმინონ სასიამოვნო მუსიკას, უყურონ სახალისო გადაცემებს, იუმორისტულ გადაცემებს, კომედიებს, გარშემო შემოიკრიბონ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მათ ამყოფებთ სიხარულის, სიყვარულის ემოციებში. ეს უდიდესი ენერგეტიკის მქონე ემოციებია, როგორც ადრინდელი ვიდეოებიდანაც იცით და ამ დროს გამოყოფილი სიამოვნების ჰორმონები დადებითად მოქმედებენ როგორც დედის, ასევე მისი ნაყოფის ორგანიზმზე. ასე რომ ორსულმა დედამ საკუთარ თავს უნდა გაუფრთხილდეს ისე, როგორც სავსე ჭიქას, როგორც იტყვიან ხოლმე. ეხლა მინდა გითხრათ ერთი საინტერესო კვლევის შედეგის თაობაზე. თქვენ იცით, რომ ბოლო 10 წლეულებია დაინერგა ქალთა ხელოვნური განაყოფიერება, ძალიან კარგი შედეგები აქვთ მიღწეული, უკვე დაგროვდა ორსულების დიდი რაოდენობა, შესაბამისად მათზე დაკვირვებებით დაგროვდა ბევრი მასალა გასაანალიზებელი. შეადარეს ხელოვნური გზით განაყოფიერებულ ქალთა ორსულობის მიმდინარეობა და ბუნებრივი გზით დაფეხმძიმებულ ქალთა ორსულობის მიმდინარეობა სხვადასხვა პარამეტრებით. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური გზით განაყოფიერებული ქალები
შეიცავდნენ უფრო მეტ რისკს, რადგან მათი ძირითადი რაოდენობა წლების განმავლობაში ელოდებოდა ხელოვნური გზით განაყოფიერებას და ამასობაში ასაკი მოემატათ, სხვადასხვა დაავადებებმა წამოყვეს თავი. მიუხედავად ამისა, აღმოჩნდა, რომ ხელოვნური გზით განაყოფიერებულ ქალებში უფრო ნაკლები იყო ნაადრევი მშობიარობა, უფრო ნაკლები იყო ტრამვები, ვირუსული დაავადებები, მწეველობა და სხვა პარამეტრები იყო უკეთესი. აქედან გამოიტანეს დასკვნები, რომ ეს ყველაფერი მიიღწეოდა იმის საფუძველზე, რომ ხელოვნური გზით დაფეხმძიმებული ქალები იყვნენ გაცილებით უფრო მოტივირებულები, უფრო უკეთ უვლიდნენ თავს, უფრო კარგად ასრულებდნენ ექიმის დანიშნულებას, უფრო აკონტროლებდნენ წნევას, უფრო ბევრ სხვადასხვა სიამოვნებებზე ამბობდნენ უარს, უფრო იოლად თმობდნენ მწეველობას, ვიდრე ის დედები, რომელთაც ბუნებამ იოლად გაუმზადა საჩუქარი შვილის სახით. ასე რომ დედებო, თქვენ ეხლა იცით, როგორ უნდა მოიქცეთ. თქვენი შვილების სიცოცხლის გარანტი და მათი მფარველი ანგელოზები ხართ. მე დიდი სიყვარულით მინდა გისურვოთ თითოეულ თქვენგანს ბედნიერი დედობა. კარგად ჯანდებოდეთ.